ბაზალეთის ტბის გვერდზე შენდება არაბული დასახლება. დიდი არაბული სოფელი, აი წარმოიდგინეთ, ტბა არის, აი აჩვენეთ, ეს არის ტბა და აი აქ უნდა აშენდეს არაბული დასახლება. თვითონ ეგ კომპანია York Towers-ი, ეგ არის არაბული კომპანია, 100% არაბებს ეკუთვნის. ეგ მიწა 2 მილიონი კვადრატული მეტრი ბაზალეთის ტბის გვერდით. ეგ მაგ კომპანიას, ანუ არაბულ კომპანიას ეკუთვნის უკვე. მათზეა გაყიდული. უბრალოდ თავისივე მიწებს სამოსახლო ნაკვეთებად ყიდიან სხვა არაბებზე, ქართველებზე არა. აი კონკრეტულად ჩამოუყევით ამ არაბების საცხოვრებელი კომპლექსი არაბული კომპანიის მათი მიწები ნაწილ-ნაწილ საცხოვრებელ ფართებად რო იყიდება, ვინმე ქართველზე კი არ იყიდება. უკლებლივ ყველა არაბია ვიზეც ყიდიან და ეგ არის ჩვეულებრივი ეთნიკური ექსპანსია, რომელსაც ზუსტად იგივე მიდგომით ჩაატარებენ იმ 6 მილიარდიან არაბულ ინვესტიციას. ამ კომპანიას არ ეკუთვნის მხოლოდ ბაზალეთის ტერიტორიები და მხოლოდ იქ არ აშენებს არაბულ დასახლებას, მათ ეკუთვნით ძალიან დიდი სივრცეები, მშენებლობებს აწარმოებენ, ან უკვე აშენებული თბილისში, ლისზე, ხაწმინდაზე, საგურამოში, ბათუმში, სხვადასხვა ადგილებზე. ეს არის მხოლოდ ერთი კომპანია, რაზეც ვისაუბრე, მაგრამ ეს არის ერთადერთი კომპანია. ინტერნეტში ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება სხვადასხვა უცხოური კომპანიების მიერ, უცხოეთიდან ხალხის ჩამოსაყვანად და მან დასასახლებლად